ოთხშაბათი დღეა. ჩემთვის გამორჩეული ფანტასტიკური გარეთ მზეა სიცხეა ცხელა სტუდიაში დასცხა ეხლა ისეთი რომ ხილული სასწაული მოემართება ჩვენსკენ და სალომე ონაშვილი. რა ფორმაშია, როგორ გამოიყურება, როგორ ახარ სალომე? მადლობა, მოდი მოდი აქ რაღაც საინტერესო თემა იქნება. კი, დღეს არ ვარ შემთხვევით ასეთ ფორმაში, ალბათ პირველად ვხედავთ და ძალიან საინტერესო სტუმარი გველოდება. ჩვენს მაყურებელსაც ვეტყვი ამას. გეთქვა ჩვენს შავიცვამდით ასე. ძალიან საინტერესო თემა და სტუმარი გვაქვს დღეს და შესაბამისად გამოვეწყე დღეს და იმედი მოგწონვართ. ძალიან. მოგწონ ხარ ძალიან ძალიან მე ხარ ძალიან დღეს ძალიან საინტერესო და ბევრისთვის საჭირო თემაზე ვისაუბრებთ 40 წლის ქალბატონები 40 წლის შემდეგ თუ გსურთ შევინარჩუნოთ ენერგიულობა ქალბატონებს სილამაზე და ჯანმრთელობას სწორედ თქვენთვისაა ეს ბლოკი დღეს სტუმრად გვყავს ფიტნეს ინსტრუქტორი ეკატერინე მეიშვილი ჩვენი ხშირი სტუმარი რომელიც უამრავი წელია მუშაობს ქალბატონებთან და ზუსტად იცის რა სჭირდება ამასაკის ქალბატონებს წონა რომ არ გაექცეთ მენოპაუზამ და ჰორმონალურმა ცვლილებებმა თავისი კვალი რომ არ დატოვოს ქალის გარეგნობაზე და ეკო გვასწავლის როგორ ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ ისე რომ სულ ფორმაში ვიყოთ. ეკა გთხოვთ ჩვენთან გადმოგწევთ. მოგზადი ფანტასტიკურად გამოიყურები მეორე ხილული სასწაული. მამაკაცებო სავარჯიშო მოხალათი ეხლა ქალბატონები ვარჯიშს დაიწყებენ და ვუყუროთ. დავსხდეთ და გავჩუმდით ახლა. ბაბა სალომე. მოგესალმები კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ ძალიან მიხარი არაჩვეულებრივად გამოიყურები და დღეს ვიცი რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება იმიტომ რომ ეკასთან ერთად უნდა ვივარჯიშო მე. მივხვდი მაგას. ეკა რამდენ დაუცილებელია რომ 40 წლის ქალბატონებმა სწორად იკვებონ რომ შევინარჩუნოთ ფორმები. ვაუ, ნუ ეს აბსოლუტურად 100% თავარი. ყველაზე მთავარია კვება, რა თქმა უნდა. მით უმეტეს 35-ს რო გადავწდებით, უკვე აუცილებელია, რომ ამას მივაქციოთ ყურადღება. რა არის ძირითადი კვების პრინციპი? როგორ უნდა ვიკვებოთ? შენარჩუნებაზე თუ დაკლებაზე არის? შენარჩუნებაზე. და შემდეგ დაკლებაზეც თქვათ. აჰა, მე ვიტყოდი. სპორტულად შევინარჩუნოთ ფორმები. ისე როგორც შენ გამოიყურებ ძალიან საინტერესო შენგან რეკომენდაციები. დიდი მადლობა. პირველ რიგში, ჩემო ქალბატონებო, მე გეტყვით, რომ არ არის საჭირო რომ ვიშიმშილოთ, იმიტომ ძალიან ბევრია რომ არ ჭამს, არ იღებს საკმარის კალორიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიკლებთ ან შევინარჩუნებთ წონას. საჭიროა მივიღოთ ადეკვატური კალორიები. აუცილებელია მივიღოთ ცოტა მეტი პროტეინი, ნახე, იმიტომ რომ ჩვენ კუნთს ვკარგავთ წლების რო გვემატება. Unfortunately, ხო, ვკარგავთ კუნთს. აუცილებელია ცოტა ავწიოთ განსაკუთრებით ქალები. განსაკუთრებით, ხო. პროტეინი და არ მოვერიდოთ ცხიმებს. იცი რა, ბევრი როგორ დავარეგულიროთ ესთან, რომ ცხიმებს არ მოვერიდოთ? თუ არსებობს დრო, როცა უნდა მივიღოთ ცხიმები და რაღაცა საათის შემდეგ არ უნდა მივიღოთ. იცით რა, ამაზე ზუსტად ეხლა ჩავწერე ვიდეო, არ არის კონკრეტული ჯამრთელის ცხიმები, ჯამრთელი, ხა, ნუ რა თქმა უნდა, ღორის ხორცი და კონები რო ჭამთ არა. და რომელია ჯამრთელი ცხიმი კი? ქოქოსის ზეთი, ზეითუნის ზეთი. შეგვიძლია თხილეულიდან მივიღოთ ძალიან ჯამრთელი ცხიმი. ნუში ალბათ. ნუში, ყველანაირი თესლეული, თხილეული აქვს. ძალიან კარგი ცხიმები. თან ასევე ეხმარება ამ ჰორმონალურ დაბალანსებას, რაც დარწმუნებული ვარ ვილაპარაკებთ. ამიტომ პროტეინი და ცხიმი, ხო? აუცილებელია. მაგრამ უყურე ნახშირწყლებსაც არ უნდა მოვერიდოთ. ნახშირწყალიც აუცილებელია, რომ ის ენერგია დაწვას და სხვანაირად გადაამუშავოს, ხო? უბრალოდ ნახშირწყლებს თქვათ, მოვერიდებოდით ცოტა ძალიან გვიან. რომელს მოვერიდოთ ნახშირწყლებს? აი ახლა ნუ თეთრი პური ხა თონის პური ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან ცომი, ხო? ცომია. არა უშავს, ეგაც შეგვიძლია ცოტა, ოღონდ ახლა ყოველდღე არ ჭამოთ, კვირაში ვთქვათ 1-2 რომ ვისი ამოვნოთ. ასევე ნახეთ აუცილებელია რომ კვებით ვისი ამოვნოთ. იმიტომ რომ რაც უფრო დავისტრესებით, რომ ეს არ ვჭამო, ის არ ვჭამო, მე ნახე ის ფაქტორი მოდის, რომ ჰორმონები გვერევა.
და მე კი ბატონო, ნუ შეჭამ, ნუ რაფერს მაინც მოიმატებ, ხო? კი, წონას, ამიტომ კი. ბალანსირებული. არ შეგეშინდეთ პროტეინი, ცხიმი, უბრალოდ ჯამრთელად. და ახლა ვთქვათ, თუ ულუფებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ხო, მე შეიძლება ავოკადო და პროტეინი. ჯანსაღი ულუფა, ჯანსაღი თაფლი. ნახე უყურე საერთოდ არის აი ესე ხელის გულზე განახერხეთ. აი ეს არის პროტეინი ჩვენი, ხო? ეს არის ჩვენი ნახში. აი ესე ცოტა უნდა გავზომოთ, არასოდეს არ ვითვლი კალორიას. თებს რო დავხედავ, ხო? მეტი უნდა იყოს პროტეინი. პროტეინი უნდა იყოს, კი, ამინ ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები ნახშირწყალი და ცხიმი. მაგრამ ნახე რა მინდოდა მე თქვა ულუფებზე. შეიძლება მე ვჭამო ავოკადო და პროტეინი და იმდენი ვჭამო, რომ ამას ჯობია ერთი ნაჭერი პიცა. ხედავ? კი. აუცილებელია პორცია და არა თქვათ ის, რომ რას ვჭამთ ხანდახან, ხო? თორე პორცია თუ შევჭამე 2 ავოკადო და 2 რა ვიცი, ნახევარი ქათამი, მაინც 1000 კალორია უკვე, ხო? პროტეინი როგორი სახით შეიძლება მივიღოთ, რა პროდუქტები? პროტეინი შეიძლება, ну რა თქმა უნდა, ქათამი ყველამ ვიცით. ქათმის ხორცი, ინდაურის ხორცი, სხვათა შორის ღორის ხორცს აქვს ყველაზე ნაკლები ის კალორია. ოღონდ თეთრ ხორცს, ხო? ქონის მხარი არა. რა თქმა უნდა, ძროხის ხორცი, თინუსი, ვაიმე, ორაგული. მაგრამ ნახეთ, ვინც არ გრილში შემწვარი თუ მოხარშული ჯობია რომ მივირთვათ. იცით რომელია ყველაზე კარგი? აი ეს air fryer რო არ ვიცი. ჰაერის ღუმელი. ჰაერს. კი ბატონო. იმიტომ რომ მაგაში არ ემატება ეს არანაირი კალორია და სუფთა პროტეინია. ვინც არ ჭამს ხორცს, აი ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ? ოკეი, მაგათ ძალიან ბევრი, ნუ ლობიოშია, ყველანაირ ლობიოში. ყველანაირ ეს თესლეულს აქვს ძალიან ბევრი. ბარდა ალბათ ხო? სოკოსაც ალბათ ხო? ოსპი? სოკ, ვაიმე ოსპია ძალიან მაგარი ხო? მე ვიცოდი და ვთქვი. ძალიან, კი. ამიტომ მე ვიტყოდი, იკვებეთ ჯამრთელად და ისეთი საჭმით რომ ისიამოვნო. აი ეგ ვერ გავიგე. ჭამოთ და თან მასაჟი ვიკეთოთ თუ აი ჭამით ვისიამოვნოთ ცოტა ვერ გავიგე. ვისიამოვნოთ რით? აი ზოგი ჭამს აი თეთრი ქათმის ხორცი უარაფროთ და ბოდიშ და იხრჩობა. გავიგე. ხემალი მოვას, ხა? ხო, რაღაც სიზონი. მე მეგონა ჭამის დროს თან მასაჟი გემრიელა, ნუ ეგ ხო და უბრალოდ ძალიან დიდი ულუფებით არა. აი მე ამას რამდენჯერ დღეში ბოდიში სალბა? მე ვიტყოდი 3ჯერ მაინც, თქვათ 2 ისეთი ნორმალური და 1 ლაითი, მსუბუქი. საუზმე, სადილი და მსუბუქი ვახშამი ალბათ. საათობრივ კვებას თუ აქვს მნიშვნელობა? როგორ? საათობრივ კვებას თუ აქვს მნიშვნელობა? ერთ და იგივე დროს რომ მივიღოთ საკვები? არა აქვს. ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით არა აქვს. თავარია დავრჩეთ იმ კალორიულ ინტეიქში, რომ არ გადავაჭარბოთ, თქვათ, რასაც დავწვავთ და თუ მეც მივიღებთ, ხო? აუცილებლად მოვიმატებთ. ამიტომ თავარია მივიღოთ ცოტა ნაკლები კალორია, დავხარჯოთ მეტი და რომელ საათზე შევჭამთ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ არ შევჭამთ ძილის წინ. სხვა დროებს ვიტყოდი არა. ძალიან საინტერესო რეკომენდაციები მივიღეთ ეს კვებასთან დაკავშირებით. კი, კვებასთან, მაგრამ ვარჯიშიც რა გვასწავლა, რამდენიმე მარტივი სახლში რომ ვივარჯიშოთ. გადავიდეთ. გადავიდეთ. აჰა, მეც იცით რა, გადავყვები. მე ვზივარ ასაკში ხალბატონი და გიხურებ ამას ფორმოთ პლუსო, ნატუკა. ვინ არის მე რა მოფლოს ერთი წუთით. შენ გაიქეცი. მე არა, მე პირიქით, მე დავდგები და სახლის პირობებში. 1 2. აი, აბა დავიწყოთ მე ხვა იასი. მამაკაცებო, მოგავა. მუსიკას არ ჩაგვიდა. მუსიკა გვექნება? აბა მუსიკა ეთერში, აბა. გავხურდეთ აჯა გავხურდეთ ესე იგი. გავხურდეთ, ხო? ამრი ჩვენ ვიცი, მე უკან დავდგები. სადრაკის ეხლა სერიოზულად, მოდი გავიხუროთ თეძოები, ხო? ესე კარგად. ეხლა თავი. მოწოდა უნდა გამოიწეცი. ემრი, მოდი აქ წინ დავიდექი. კარგი, აბა, უბა ეხლა აქეთ. დავედი. ფიზკულტურა გახსოვს ადრე. ფიზკულტურა, ხო? გავახუროთ. ამას დილით ვაკეთებ, შუა დილით, ანუ შეგიძლიათ შუა დღესაც, როცა დრო გექნებათ, ხო? აბა გავიშალეთ. გავშალეთ ხელ. გავიშალეთ. და კარგია, და ფრინდები. ხო, კაია. გადასარევი.
აბა მზად ხარ? ეს უბრალოდ გახურება და სისხლის მოძრაობა რო წამ. ეხლა ჩაჯდომები, ხო? ნელა, ეხლა ვითომ სკამზე უნდა დაჯდე, ხო? რომელიც ცოტა უკანალი გაწეული. სადამდე შეგიძლია, ოღონდ თავარია არ წამოხვიდე წინ, ხო? უკან. ნახე საჯდომი უკან. ანრი. ხა. უკან. უკან. აბა. ხოჭა, იქი. ეს ანრი. აი ესე, ამოდი აბა. ხაბა. ხაბა. აი. ოკეი, რამდენი გავაკეთეთ საჯდომები? 10 და 3 წრე, ვთქვათ 30 მაინც, ხო შეძლებს დავა. ეხლა შეგვიძლია ლანჯები, ხო? ოღონდ ფრთხილად. თქვენ ქუსლებზე ფრთხილად. დიახ. ეს ფეხი გავიტანოთ უკან. შეგვიძლია დოინჯი, შეგვიძლია აქ, როგორც ეს რისთვის არის კარგი ეკა? ეს არის ყველა ლაჯისთვის თქვა. უფრო ფეხების და საჯდომის გული. წავიდა გვაცდენ ანრი. აი ქუსლით არის უება. 2, აჰა, დაგიჭირო, მოწვა. თქვა გავაკეთოთ 10 ერთ ხარეს. უკან და ფეხის შევცვალოთ უკანა ფეხის წვერზე, ხო? აქაც ნახე ვეცადოთ, რომ ვამუშაოთ საჯდომის კუნთები, უნდა ვიყოთ შუაში, არა წინ, არა უკან. ანრი, ბატონო. ვარჯიშობ რა მაცუდად იქცევა. ოკეი. ეხლა გავაკეთოთ side to side, სხვადასხვა direction, ნახე? ეს რისთვის არის ეკა? ეს უფრო საჯდომის კუნთების. წავედით. ყველა ხალისის აუცილებელია ხო ეს ვარჯიშები თან? აუცილებელია, კი. გავაკეთოთ თქვათ 10, ხო? და აქ ნახე, აქ შიგნითა კუნთებს. იჭირება ესე. აი ამ კუნთებსაც ავარჯიშებს, ხო? და შემდეგ რაც რბილდება ასაკთან ერთად. 10 აქეთ. ამი ხელების ვარჯიშებით შეგვიძლია, ოღონდ უნდა თქვათ ახლა ყველას აქ ტახტი სახში, კი ხო? ბატონო, კი ბატონო. შეგვიძლია triceps, ხო, გავაკეთოთ, რავი, თუ გინდა ვანახო. როგორ აბა ხათ აბა გვაჩვენეთ? აი ხა ტახტი რომ ჭირდება? ტახტი. მოიტანე ანრი ტახტი. ტახტი სად არის? გადმოდით, მოდით. აი თქვათ, ხო, სახში ვარ, ჩვეულებრივად დიასახლისები, ხო? აი ნახე, ძალიან ადვილი, მოიცა? აი, უკან აი თქვათ ტელევიზორს უყურებ, აი დაიღალე, ადექი. აი? აჰა. ეს არის კონკრეტულად აი ამ კუნთების რომელიც ასაკთან ერთად. Yes, ასაკთან. კი ბატონო. ეს რო იმაშვება, ხო? დუნდება. პეპლის თები რო. გასაგები. აი ეს შეგვიძლია. ხო ეს მგონია რომ ჩემს ძალიან კარგი შეგვიძლია მოდი, აი ეს შეგვიძლია, ნახე. რა იგრომელია? ნუ ის არა, ფუშა. აჰა. ეს მაგდროს რომელი რა შვება, ვინ შვება? აქ ვავარჯიშებთ. კერდის კუნთებს, ფრთებს. ეს ვარჯიშები რომ გავაკეთოთ უცნაური სუტანისში. ამ დროს და მუცელი ალბათ ნახე, იმიტომ აქ რო არ უნდა ჩააგდო, ხო? აჰა. გიჭიროს. აჰა. სალომე გააკეთე, ყურება კი უნდა გააკეთე. აი ხო, მე დღეს 2 საათი უნდა ვივარჯიშო კიდე. ესე იგი, ესე იგი, ნახე, მარტო სახლის იმაში ყველაფერს შეგვიძლია ვავარჯიშოთ ხელები, ნახე ფეხებს არაფერი არ უნდა. თუ და ძალიან დამწყებითი აუცილებელია რომ ჩაჯდომები გააკეთოთ აი ესე რა. რომ მივხვდეთ სწორად რომ მივხვდე, ნახე, იმიტომ რომ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რომ სწორად ხო, გავაკეთოთ. ესე იგი ხელები, ფეხები თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ, ხო? და მუცლის ვარჯიშები დიდი მადლობა მუცლის ვარჯიშები და წელის ვარჯიშები და თლიანი ასე ტანი შემდეგ. პრინციპში გავაკეთეთ სახლის ჩემო პირობებში. ფანტასტიკური დღეს გოგონა. გავიგეთ მოკლედ როგორ უნდა ვიყვებოთ, როგორ ვივარჯიშოთ სწორად სახლის განწყობა პირობებში. უნდა გქონდეთ არაჩვეულებრივი აუცილებლად ჩართეთ მუსიკა. ისეთი. დიდი მადლობა ეკა, გელოდებით კიდევ მადლობა თქვენ. აი ასე. იყავით და ფორმაში, ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა ეკა.